სასტუმრო ბილთმორ თბილისში ნაციონალური ბრენდების ტრადიციული დაჯილდოება გაიმართა. ქართული ბრენდის დღე საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო პროფილის წარმატებული პროექტია, რომელიც 17 წელია ერთგულად დგას ქართული ბიზნესისა და კულტურის გვერდით და მათ წარმოჩენას ემსახურება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. პროექტმა არსებობის მანძილზე 700-მდე წარმატებული კომპანია სხვადასხვა სახის პროექტი, ცეკვისა და სიმღერის გამორჩეული ანსამბლები და პიროვნებები წარმოაჩინა და დააჯილდოვა. წელს დაჯილდოების ცერემონიალზე 30-მდე წარმატებული კომპანია, რამდენიმე საუკეთესო პროექტი და გამორჩეული პიროვნება იყო წარმოდგენილი, რომლებსაც სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცათ შესაბამისი დიპლომები და პრიზები. დავარქვით ჩვენ მას ქართული ბრენდის დღე, რომ ხელი შეგვეწყო ქართული წარმატებული კომპანიებისთვის და არსებობის მანძილზე უკვე მე-17 ტარდება ქართული ბრენდის დღე. მრავალი კომპანია დაჯილდოვდა სხვადასხვა ნომინაციებში და გარდა ამისა კულტურის მიმართულებითაც ხდება დაჯილდოება. ხედავთ, რომ სავსეა დარბაზი, ტევა არ არის, ანუ ინტერესი დიდია და მე ვფიქრობ, რომ მართლაც ქართული ბრენდის დღე თავად იქცა ბრენდად. ქართული ბრენდის დღე, რომ ერთ-ერთი ინოვაციური და აღიარებული პროექტია, ამას მასში მონაწილე კომპანიების სიმრავლე, სპონსორები და მედია მხარდამჭერები ადასტურებენ. წლებია პროექტის უცვლელი საინფორმაციო მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი. აღსანიშნავია, რომ ქართული ბრენდის დღე თავად იქცა ბრენდად და უკვე საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. იგი იტალიასა და ამერიკაში 2 წელია პომპეზურად აღინიშნება. რადგან ამერიკის პროექტი დაემატა, უკვე 2 წელიწადია ქართული ბრენდის დღეს, ეს არის განსაკუთრებული განცდა და განსაკუთრებულია ჩემთვის, იმიტომ რომ მე ვხელმძღვანელობდი ამ პროექტს 2 წელს და ჩემს ოკეანე გაღმა ემიგრანტებს მინდა აქედან უთხრა მადლობა იმის გამო, რომ ისინი მართლა მაღლაწევენ ქართულ სიტყვას, ქართულ საქმეს. მადლობა მინდა ქალბატონმა ანანას უთხრა, რომ მომცა ამის საშუალება და ყველა ნომინანტს, დღევანდელს, ამერიკული პროექტის მონაწილეს და ყველა მომავალს, ვინც შეეცდება აი ამ საოცარი დღის ნაწილი გახდეს. წელს ტრადიციულად ქართული ბრენდის დღემ კომპანიები 7 ძირითად ნომინაციაში გამოავლინა. ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი, წარმატებული ინვესტიცია, ბრენდ პერსონა. ნომინაციაში ახალი ქართული ბრენდი 8 წარმატებულ ნომინანტს შორის ტრიო მეცო დაჯილდოვდა. მივიღეთ ჯილდო, მაგრამ ეს ჯილდო პასუხისმგებლობაც არის თავისთავად. ჩვენ ჩავწერეთ კლიპი არხოტის ღამე, რომელიც შემდგომ ქართულმა ბრენდმა ნახა, მოეწონა და შემდგომ ნიუ-იორკში გააკეთა მისი პრეზენტაცია. ამან ყოველივემ განაპირობა ეს დღევანდელი დღე და დღევანდელი დაჯილდოება. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქართულ ბრენდს ჩვენი დაჯილდოებისთვის და არა მარტო ჩვენი დაჯილდოებისთვის, ზოგადად ემსახურება ქართულ საქმეს. ნომინაციაში ლიდერი კი ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია გეორგინა აღმოჩნდა. ქართული ბრენდის დღეზე დაჯილდოება ხვდა წილად მე შეპესე გეორგინა წარმოვაჩინე ეს კომპანია და მომენიჭა ჯილდო, რომელიც ეკუთვნის მთლიანად ჩემს გუნდს და ძალიან დიდი მადლობა მანანა გეგიძეს ორგანიზატორებს, რომლებმაც აი ესეთი ლამაზი მშვენიერი საღამო შემოგთავაზეს. ნომინაციაში წარმატებული პროექტი 2 პროექტი დასახელდა, მათ შორის გამარჯვებულის პრიზი ცეკვის სახელოსნოს თედასი გადაეცა პროექტისათვის გაცოცხლებული ქანდაკება. დამაჯილდოვეს ვიდეოსთვის, რომელსაც ქვია გაცოცხლებული ქანდაკება. ეს ქანდაკება არის საჩუქარი ნინო ჩუბინიშვილის, დარაჩვეულებრივი მხატვრის და მოქანდაკის, რომელიც გახდა ინსპირაცია იმის, რომ გედა დარჩიას, ფოტოგრაფს, ოპერატორს გადაეღო
გაცოცხლებული ქანდაკება პლასტიკაში. ჩვენთვის გაკეთებულმა ვიდეომ ესეთი ემოცია გამოიწვია. ეს ჯილდო ნიშნავს мотивაციას, რომ მეტი ვაკეთო. ნომინაციაში წარმატებული ტელეპროექტი წელს 3 სატელევიზიო გადაცემა დასახელდა. სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის პროგრამა ახალი დღე და გადაცემა ფერმა. ბედნიერი ვარ, მიხარია, გულაჩვილებული ვარ და მე მიყვარს ჩემი მაყურებელი და ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ არა ჩემი მაყურებელი მე ხო არ ვიქნებოდი და აქედან გამომდინარე ეს ჯილდოც ჩემ მაყურებელს და ჩემ გუნდს ეკუთვნის მარტო მე არა გილოცავთ 2020 წელს და ჯერადა დარწმუნებული ვარ რომ 2020 წელი იქნება ძალიან ბედნიერი წელი დოვლათი ბარაკა სიხარული ჯამრთელობა სიყვარული დაგბედებოდეთ და რა ვიცი ძალიან მიყვარხარ ეს არის დამატებითი мотивация სტიმული იმისთვის რომ როგორც მინიმუმ ასე გავაგრძელოთ ან კიდევ უფრო უკეთესები გავხდეთ მე პირდაპირ ჩვენს ტელემაყურებელს რომ ეს გახდება იმის საფუძველი რომ ჩვენ შედეგს და ხარისხს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ეს არის დასტური იმისა რომ არა მხოლოდ ჩვენ მოგწონს ახალი დღე არამედ სხვები საფასებენ ხედავენ ამჩნევ ეს ძალიან დასაფასებელია მადლობას ვხდით ყველას და ულოცავთ ყველა გამარჯვებულს ნომინაციაში რეპუტაცია და ნდობა ერთ-ერთი გამარჯვებულის პრიზი თბილისის ბავშვთა კაპელას და მის ხელმძღვანელს გელა ფარჩუკიძეს ერგო რომლებიც შთამბეჭდავი ნომრით წარდგნენ მაყურებლის წინაშე რობერტ ლოუელის სიტყვები გამახსენდა მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო მაგრამ მე მინდა ვიცოდე რომ ჩემს სამშობლოს ასევე უყვარვარ და ვჭირდებიო მე ძალიან მინდა რომ ამ ბავშვებმა იცოდნენ რომ სამშობლოს ესენი ჭირდებიან ჩვენი სამშობლო არის აი ამათი ბავშვებმა მართლა დაიმსახურეს ის რომ უთხრათ მათ მადლობა ბრენდის დღის ცერემონიალზე ბევრი წარმატებული კომპანია და ადამიანი დაჯილდოვდა ცერემონიამ სიურპრიზებით სავსე შთამბეჭდავდა ემოციურ ვითარებაში ჩაიარა საღამოს ყველაზე ამაღელვებელი მოვლენა როგორც ყოველთვის წლის ბრენდ პერსონის გამოვლენა იყო წელს ბრენდ პერსონად ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გახდა აქვს ეს პატივი რომ 2019 წლის ქართული ბრენდის დღის ბრენდ პერსონად დავასახელო ეს პიროვნება თქვენთვის თქვენი ტაშისა და ოვაციის თანხლებით ყველასათვის საყვარელი გამოჩენილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ამას ნამდვილად არ ველოდე. ასეთ უდიდეს პარტიის თემას ეყვაროს. ჩემთვის იყო სიურპრიზი და უდიდეს მადლობა მინდა ქართულ ბრენდს კარმა მანანოს ყველას ვინც ეს საოცრად დიდი პრიზი მომანიჭა. საბედნიერი ვარ. ხევანდელი საერთოდ ჩემი ხალხის ქართული ხალხის უდიდეს სიყვარულს რომელსაც მე ყველა ნამიზე ვხედავ. ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა ყველას მომავალ დამდეგი შობა და ახალი წელი და უსურვო ჩემ ხალხს აქ ვის მარცხოვებს ვისაც საქართველოს სიკეთო უნდა ბედნიერება სიყვარული შევიყვაროთ ერთმანეთს დასრულდა მე-17 რიგით მე-17 ქართული ბრენდის დღე და
ეს არის ხელახლა ჩემი დაბადება 17 ჯერ დავიბადე ქართული ბრენდის დღეზე, იმიტომ რომ ურთულესი პროექტია. მინდა ყველა ნომინანტს მიულოცო გამარჯვება. ყველა გამარჯვებულს მიულოცო, ყველა დამსწრე ადამიანებს. ბრენდ პერსონა არის არაჩვეულებრივი, როგორც ყველა წელს განსაკუთრებული და მინდა ვაჟა აზარაშვილს მიულოცო ბრენდ პერსონის წოდება. ეს პროექტი შედგა და ეს პროექტი არის ქართული და ბედნიერი ვარ ამით.